საღამო მშვიდობისა კიდევ ერთხელ მოგესალმებით, უყურებთ ახალ პარადიგმას. მე ამ გადაცემის წამყვანი მერაბ ჭიქაშვილი ვარ. ეკრანზე მითითებულ მისამართზე შეგიძლიათ მისამართებზე უпроსორად მოგზავნოთ სოციალურ ქსელში, როგორც Facebook-ზე, ასევე YouTube გვერდზე და რა თქმა უნდა Telegram არხზე. ხოლო QR კოდის მეშვეობით შეგიძლიათ მარტივად მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან შეგიძლიათ მობილური ტელეფონით ან იმ მოწყობილობით რითიც ვიყურებთ მარტივად დაანათოთ და თქვენთვისაც ურებადი და მოსასმენი გახდება ჩვენი დღევანდელი გადაცემა. დღეს სამშაბათია, ახალი პარადიგმა, როგორც ყოველთვის, გენერალ-ლეიტენანტ ბატონ გურამ ნიკოლაიშვილთან ერთად. ბრუნდება ისევ პირდაპირ ეთერში და მოგესალმებით ბატონო გურამ. სალამი. კიდევ ერთხელ შევახსენებ ჩვენს მონაზრებას, რომ ყოველ დღე ფაქტიურად იცვლება სიტუაცია. სამწუხაროდ მხოლოდ მძიმდება, საუბარია რა თქმა უნდა სამხედრო მოქმედებებზე და კონფლიქტზე თქვა რუსეთ-უკრაინას შორის, ასევე რა თქმა უნდა მთელი ის გეოპოლიტიკა რაც ჩვენს ირგვლივ ხდება და აგერ უკვე ახლო აღმოსავლეთში ძალიან ახლოს ჩვენთან სულ მუდმივი კონფლიქტები. ჩვენ ყოველთვის მთელ მსოფლიოს და რა თქმა უნდა ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას მშვიდობას ვუსურვებთ და მაგრამ გვიწევს ხოლმე და დიდი მადლობა ბატონ გურამ ნიკოლაიშვილს, რომ ჩვენ უბრალოდ გვაქვს ანალიზი მასთან ერთად, რა თქმა უნდა სამხედრო ანალიზი, არ მხოლოდ სამხედრო, არამედ პოლიტიკურ, გეოპოლიტიკურ ჭრილში ჩვენ საუბრობთ ხოლმე და კვირაში ერთი დღე ძალიან საინტერესოა, რომ ასევე ბატონი გურამისგან ჩვენ ვიღებთ ხოლმე, გვაქვს ვაკეთებთ ასე ვთქვათ ჩვენი გუნდის მეშვეობით ვამზადებთ ცხრილებს, შეიძლება ითქვას ვიდეო ცხრილებს, სადაც თქვათ მონაცემებია მოცემული, თუ რა ხდება, როგორი დანაკარგებია ზოგადად იმ კონფლიქტთან დაკავშირებით, რომელზეც ჩვენ საუბრობთ ხოლმე. და ძირითადად უკვე ჩვენ საუბრობთ და ასე ვთქვათ შესწავლილია და ეს მონაცემები არის ხოლმე, რა თქმა უნდა, მსოფლიო დიდი კვლევითი ორგანიზაციების და ეს არ არის ბატონი გურამ ნიკოლაიშვილის მონაცემები და არც მით უმეტეს მერაბ ჭიქაშვილისთან ჩვენი სტუდიის. მოკლედ ბატონ გურამ დავიწყოთ. მე ვიდრე ჩვენ უშუალოდ გადავალთ კონფლიქტზე, რომელ კონფლიქტზეც არის საუბარი, რა თქმა უნდა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტზე და მართლა ერთი სული გვაქვს ეს კონფლიქტი დამთავრდეს. მე მინდა მანამდე ჩვენ ქვეყანასთან მიმართებაში ზოგადად დასავლეთის პოლიტიკას გაუსვა ხაზი და მე ვიცი რომ თქვენ ძირითადად მაინც ცდილობთ ხოლმე რომ იმ საკითხზე ვისაუბროთ, რომელ საკითხში თქვენ კომპეტენტური ხართ, მაგრამ მსოფლიო პოლიტიკის ნაწილი გახდა ესეც და ჩვენც გავხდით რაღაცნაირად სამწუხაროდ დასავლეთის იმ პოლიტიკოსების რაღაც სამიზნე ნაწილი რომ ძირითადად რაღაცნაირად ჩვენ მიზანში ამოგვიღონ და აი ამ მთელი მსოფლიო ესე ჯანჯღარის პროცესშია ჩვენს რაღაცნაირად კედელთან მიგვაყენონ. და ერთ-ერთი ესეთი მაგალითია, მინდა თქვენი კომენტარი და ვიცი რომ თქვენ ამაზე საკმაოდ ისეთი მომზადებული პასუხი გავდათ თუ შედარება, ხო, რასაც ვიდეო მაგალითით ნახავენ. მოკლედ როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს ლიტვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, ბალტიისპირეთს აი ამ ქვეყნებმა არნახული ინიციატივა გამოიჩინეს საქართველოს დასანქციერებასთან დაკავშირებით. მოდი პირდაპირ თქვათ ბატონო გურამ, რატო ვსვავ კიდე მით უმეტეს თქვენთან ამ კითხვას და მესმის რომ რატომ არის პოლიტიკურად მნიშვნელოვანი ნაწილი რომ თქვენს გასცეთ პასუხი. ყველასთვის ნათელია, მოსახლეობის უმეტესობამ ძალიან კარგად იცის და ჩვენ ხვდებით კიდევაც და უკვე მოსახლეობის დიდი ნაწილი ხვდება რომ ერთ-ერთი მიზეზი არის ის რომ რატომ არ ჩავერთეთ რუსეთთან დაპირისპირებაში, ომში. კი ბატონო, მათ არ უყვართ ეს, ომი გინდათ ამას, მაგრამ ყველასთვის ნათელია რომ ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მიზეზი არის თუ რაიმე ჩვენი არ მოწონთ დღეს, თუ რაიმე არ მოწონთ, არ ვიცი მე ქართული ოცნების იქნება ხელისუფლების, ხო? ის ხელისუფლებაა დღეს ვინც არის ქვეყანაში, ხო? ავირჩიეთ, არავირჩიეთ, მნიშვნელობა არ აქვს, ხო? მუდმივად რაც ეს კონფლიქტი დაიწყო, მას მერე დასავლეთი, კონკრეტულად ის პოლიტიკოსები ითხოვენ ჩვენგან, რომ ჩვენ ჩავერთოთ ამ კონფლიქტში. თან ჩავერთოთ ამ კონფლიქტში არა მშვიდობის ეგიდით, ან რაიმე ფორმით, თუნდაც ყოველთვის ტრადიციული რაღაც ნეიტრალური კუთხით, ან თქვა რაღაც მოლაპარაკება, არა, ჩვენ უნდა ჩავერთოთ აგრესიით, დაპირისპირებით სანქციები რუსეთთან და მეტი ჩვენ კარგად გვახსოვს, პირველივე დღიდან რაც კონფლიქტი დაიწყო, დასავლეთის მიერ მოსაწონი ოპოზიცია აქ ითხოვდა რომ თვითმფრინავით ჩარტერული რეისით შეიძლება ასე ითქვას, წასულიყვნენ იქ სამხედროები, ჯარისკაცები გაგვეგზავნა ან სამოქალაქო პირები, რომლებიც იომებდნენ პირველივე დღიდან. რა არის სხვა მიზეზი და აი
აი ამ ქვეყნების განსაკუთრებით აი ამ ქვეყნების ეს ყველაზე დიდი რაღაცა ის რაღაც ის თავის გამოჩენა რომ უნდა დასანქციებდეთ და რა სანქციების ქვეშაც აღმოჩნდით ხო ყველამ კარგად ვიცით არა ფაქტიურად ინიციატორები არიან იმ დიდი სანქციების განხორციელების რაზეც საერთოდ დასავლეთ ამას ლაპარაკობდა და ამერიკის შეერთებული შტატებიც მაინც ფეხს ითრევდა ნუ რაღაცა კითხებში კი ბატონო არ დაგვაკრეს მაგრამ რა პასუხს გაცემთ თქვენი ისტორიული მეხსიერებიდან თქვენ არაერთი მონაწილე ხართ არაერთი ხელშეკრულების დადების არაერთი არ ვიცი მე თქვათ სამიტის ნატოს წევრ და ნატოს კომიტეტების და პირველ შეხვედრებს არაფერს არ ვარ მაგრამ რა პასუხი გაქვთ თქვენ და რას ნიშნავს ეს და რატომ მაინც და მაინც ეს ქვეყნები რომლებიც დიდი ბოდიში არ ეწყირებათ მაგრამ თუ ევროკავშირზეა ლაპარაკი ნუ სანახევროდ ევროკავშირის წევრი ქვეყნები გახდნენ და არიან და მძიმესი მდგომარეობაა რა აი მე ვიცი მაგალითად ძალიან ბევრი მეგობარი მყავს და ხშირად ვარ მაგალითად ლატვიაში ლიტუანას მგონი ხა ესე მოიხსენიებენ ვილნიუსში არაერთი ძალიან ისეთი ოჯახი და ხშირად ყოფილვარ და ხშირად და დღემდე მაქვს კონტაქტი და სხვა შორის რაღაცა ეხლაც შეიძლება და წავსულიყავი მე ვიცი ზოგადად რა ხდება ვილნიუსში რა ხდება ლიტვაში ხო და იმიტომ რომ აქ არის მძიმესი სიტუაცია ფაქტიურად მთელი მოსახლეობა გასულია პოლონეთში მუშაობს მეტი წელი მშენებლები რა ვიცი გერმანიაში და ასე შემდეგ და ამ ქვეყნებს არ აქვს თლათ ისეთი მაგრამ აი საქართველოსთან მიმართებაში ისინი მყარად ფუნდამენტურად ამბობენ რომ დიახ ეს ქვეყნები უნდა დასაქციელდეს და იცით ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებს დიპლომატებს და ასე შემდეგ ნუ აღარ ხა უვიზო მიმოსვლა შეუჩერეს თქვენი მოსაზრება და რა გაქვთ თქვენ ამისთვის სათქმელი ან რას გაახსენებთ თუნდაც ამ ჩვენ მეგობარ ქვეყნებს მოდი ასე ვთქვა თუ შეიძლება მეგობარი აი ზუსტად რომ გავახსენებთ იმიტომ რომ ჩვენ ამას დიდი ხანია ვლაპარაკობთ და ყოველთვის ერთი და იგივე მიზეზით რომელთაც ესე იგი ჩვენს მიმართ არიან ისინი განწყობილი რა მიზეზი არის ეს მიზეზს ამას ქვია ის რომ თქვენ გაქვთ ვალდებულება თქვენ ვალდებულები ხართ თქვენ მოვალე ხართ და არსად არ წერია იმას რომ ჩვენ გვაქვს რაღაცასი უფლება აი მარტო ჩვენ მოვალეობის იმაზე რომ თქვენ თუ გინდათ ნატოში გაწევრიანდეთ ან და ევროკავშირში თქვენ ესე იგი მოვალე ხართ ეს გააკეთოთ მაგრამ ეს ვალდებულებები რომლებსაც ისინი გვაკისრებენ არ არის ყოველთვის ჩვენ ნაციონალურ და ეროვნულ ინტერესებთან თანხვედრაში და ბევრ შემთხვევაში ესე იგი ის ჩვენს გეოპოლიტიკურ სივრცეში სამხრეთ კავკასიის გეოპოლიტიკურ სივრცეში საქართველოს უქმნის დისკომფორტს და პირველი ასეთი რაც იყო გაკეთებული თქვენ გახსოვთ ეს იყო 2019 წელს როდესაც ბათუმში ხელი მოეწერა შავი ზღვის უსაფრთხოების კონცეფცია თუ ხელშეკრულება დაედო სადაც უკრაინას საქართველოს და მოლდოვეთმა მოაწერა შავი ზღვის აკვატორიის ქვეყნებში თუ რომელიმე ამ ქვეყნებს ესე იგი შეექმნებათ რამე ისეთი საბრძოლო მოქმედებების ან და საფრთხე მაშინ ჩვენ ყველა გავერთიანდებით და მივიღებთ მონაწილეობას მოწინააღმდეგ ვინც შექმნა ეს საფრთხე მის საწინააღმდეგ ანუ ჩვენ მოლდოვეთი საქართველოს და უკრაინა ახლა დაიწყო საბრძოლო მოქმედებები და უნდა ჩავერთოთ ესე იგი რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში შავი ზღვის აკვატორიის ქვეყნების იმაზე არის ეს ხელშეკრულება იყო მე ასე ვფიქრობ რომ ჯერ ერთი არავითარი კავშირი ჩვენ ევროკავშირთან მანამდე არ ქონდა ჩვენ გვინდოდა იქ წასვლა და იმათმა ჩამოგვიწერეს ამოცანები ეხლას რომელიც ჩამოგვიწერეს ამოცანები და ამ ამოცანების შესრულებაზე მიდიოდა და ყოველთვის ესე იგი ეს დაწყებული გეიპარადები და ასე დამთავრებული ესე იგი ისეთ რაღაცებს რომელიც ჩვენი მხოლოდ და მხოლოდ არა მარტო ეროვნული ინტერესებიდან არამედ კავკასიელი ადამიანის ინტერესები და ასეთ რაღაცა შეუფერებელი ტრადიციული ქვეყნები ისე როგორც მაგალითად არაბულ ქვეყნებში ამას ვერ გაიტანდა ვერიზ ამიტომ რომ შეუფერებელი არის იმ ტრადიციებიდან იმ კანონებიდან და თუნდაც შიიტებისთვის თუნდაც სუნიტებისთვის ამ ისლამური სახელმწიფოებისათვის მაგრამ ჩვენსგან ამას თუ გინდათ იქ რო იყოთ ეს თქვენ უნდა გააკეთოთ მიუღებელი იყო რა თქმა უნდა და ამ კანონზე ესე იგი ჩვენი პრეზიდენტმა მოაწერა ხელი და რომელიც დღესაც პრეზიდენტი ჩვენი ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი რომელსაც მართლა ორი პარასხევი დარჩა და ექნება ალბათ 29 რიცხვამდე ის დღესაც ამას ითხოვს რომ ჩვენ გავერთიანდეთ ამ ევროკავშირის სისტემაში მაგრამ თვითონ ევროკავშირი ამ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას არ ღებულობს ის რასაც აკეთებს ევროკავშირი იმას ვაკეთებ ჩვენ ну ტექნიკა შეარაღება ჩვენ არ გვაქვს უკრაინას რომ მივცეთ მაგრამ 3500 ტონა ტვირთი მივეცეთ მაგრამ არა ისინი ითხოვდნენ რომ ჩვენ ეს მაშინ რომ შეიგრება თბილისის აეროპორტში რასაც გველაპარაკობ და ის უნდა გაფრენილიყვნენ იქ ეს როგორ უნდა გაფრენილიყვნენ იქ ესე იგი უნდა მიიღო მაშინ პარლამენტს
კანონი უნდა მიიღო, რომ ესენი მიიღებენ მონაწილეობას უკრაინის საბრძოლო მოქმედებაში, მხარეს იქნება უკრაინის მხარე. ესე იგი ჩვენ უპირისპირდებით რუსეთს. ეს როგორ? ეს ხო ნონსენსია, რაზე უპირისპირდები? იმათი საბრძოლო მოქმედებები, იმათი საქმეა. ნონსენსია და უზარმაზარი საფრთხეა. ესე იგი ჩვენ უნდა გავერთი ამაზე ითხოვს უკრაინა, რომ ჩვენო აი შავი ზღვის ხელშეკრულებას ხომ მოაწერეს ხელიო. აი იქიდანო თქვენ ხო ვალდებული ხართო ეს ჩვენთან ერთად მიიღოთ მონაწილეობა საბრძოლო მოქმედებებში. კაცო ხო იღებს ჩვენი 2300 ადამიანი არის, რომელმაც გაიარეს, მათ შორის აი ელისაშვილები და ბარამიძეები და გვინი ხო კიდო ისინი, ოქროაშვილები და ისინი, რომელმაც იმდენი მოვკალითო, იმდენი გავაკეთეთ და მოკლედ კინაღა მოსკოვში. ძირითადად მაპატიეთ ბატონო გურობა სელფებს იღებდნენ ისეთ უწყინა სიტუაციებში, რომ რა ვიცი მეც დიდი სიამოვნებით არ ვიტყოდი რომ თქვა აუ რაღაცა ეს ანუ შიშის ელემენტარული ნასახი მანდ ხა არ იგზნობა. ესენი თუ ასეთი მაგრები იყვნენ აფხაზეთის ომში მე ისინი არ მინახიან 2008 წლის ომში მე ისინი არ მინახია. მაშინ სად უნდა ეს იქ გამოიჩინეს ასეთი მამაცობა და ვაჟკაცობა და ასეთი მაგრები იყვნენ. მე საერთოდ წინააღმდეგი ჩვენ ყოველთვის ვიყავით წინააღმდეგი. თუ სახელმწიფომ არ მიიღო ეს გადაწყვეტილება იმ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის, მაშინ ყველა ვინც იქ იღებს მონაწილეობას და არ აქვს იმ ქვეყნის მოქალაქეობა და იმ საბრძოლო მოქმედებებში იღებს მონაწილეობას, მან 409, 406, 409 სისხლის სამართლის კოდექსი დაარღვია და საჭირო არის უკვე აუცილებელია რომ სახელმწიფო მათ მიმართ აღზრას სისხლის სამართლის საქმე. ეს ასეა და ის პარტიები რომელიც ამას ითხოვენ არის კონსტიტუციის 23 მუხლი. იქ წერია ამ იმაში რომ ომისკენ მოწოდება რომ ომში ჩაერთო შენ როცა სახელმწიფო იმაში არ არის ეს და პარტია ითხოვს რომ ჩავერთოთ ომში. ესეც არის დანაშაული და საერთოდ პარტიის გაუქმებაზე მიდის ლაპარაკი. მე არ ვიცი რატო არ გააკეთეს ეს მანამდე ოცნების იმან. მე ახლა ჩვენ ყველა ვართ იმისი მომხრე რომ ოცნება რომელიც არის დალაგდეს ეს სიტუაცია და ბოლოს ჩამოყალიბდეს სახელმწიფო მართლობის სისტემა რომელიც პარლამენტი შეიქმნა, პარლამენტში ვინ შევიდა ისინი და დანარჩენიც უნდა შევიდნენ და დაიწყონ მუშაობა. პარლამენტის კანონმდებლობის სახით შექმნა კანონები ისეთი, რომლებიც ეს კანონები ხელს შეუწყოს საქართველოს ქვეყნის განვითარებას. და ის, რომელსაც ითხოვენ ახლა ის ქვეყნები, რომ ჩვენ ვიიღოთ ბენ ხოჯერსი ხო გასულოთ, ჩამოსული რო იყო. და ეს რა არისო? ჩვენ უნდა მოვითხოვთო ის აღმოსავლეთის პარტნიორების ქვეყნებიო, ყველა უნდა ჩაერთოს, მათ შორის აზერბაიჯანი და სომხეთი შედიოდა იმ ქვეყნებში და ყაზახეთი შედიოდა აღმოსავლეთ პარტნიორების ქვეყნებში, რომლებაც უნდა მიიღონ მონაწილეობა, ესე იგი აი რუსეთის წინააღმდეგ ამ აგრესიულ ომში. ისი ბენ ხოჯერსი და ამიტომ ამ საქართველოს პირდაპირ რო ეხლა უნდა შეუტიოსო თუ უნდა თავისი ტერიტორიალური იმის რა ქვია დაბრუნებო ტერიტორიების დაბრუნებაო ეხლაო არის ზუსტად ეს დრო რო შეუტიოსო უნდა ჩაება სამძოლებშიო ესტონეთისო ლატვიას და ლიტვასო ეს ადამიანი საქართველოს შემოსაშვები არა შემოსაშვები ჩვენ არ ვიცი რატომ წევთ იმ გენერალს იმ გენერალს რომელიც ნატოს ჯარების სარდალი იყო ევროპაში რა აქვს იმას განათლება აქვს იმაზე მეტი რომელიც განათლება აქვს მაგალითად ყვარაია ოშხერა და გიაყარგარაშვილს არაფერი არ აქვს ამდენი არაფერი არ აქვს ისინი და ჩვენ ქვეყანაზე ის როგორ ლაპარაკობს ამას ანდა რა უნდა აქვს მოვიდა და მოყიდა ჩვენ 76 მილიონ დოლარად 405 ჯაველინი ამდენივე ის სტინგერი და რა ესენი ომის დეს გადაწყვეტავენ თქვენო ამას რო იყიდითო, თქვენ რო შეიძენთ ამასო, თქვენო მოუნელებენ ლუკმად გაეჩხირებითო რუსეთის ჯარებსო ყელშიო. ესე იგი, იმიტომ რომ ნუ აგერ არ დაიწყო ომი ხო არის? სად არის ჯაველინები ჩანს? რომელსაც აღარც უნდა რუსეთს, იმას უკრაინას ამ ჯაველინების მიღება ფულის გადაღრა შიგნით. არ უნდა. იმიტომ რომ თავისი ტანკსაწინააღმდეგო საშუალებები ამაზე უკეთესები ყავთ, აქვთ მაგათ, რომელიც თვითონ უშვებენ. და არაფერს ჩამოვარდება და არ ღირს 85,000 დოლარი ერთი ცალი. რომელიც უკვე წარმოებიდან ამერიკაში მოხსნილია უკვე ახალი ჯაველინების ტიპი ახალი გაკეთდა უკვე მაგრამ ეს რაც შემორჩა შეარაღებაში ჯერს არის შეარაღებაში შტატო იმაში და რასაც ხსნია რაღაც 2-3 წელი თუ დაჭა ექსპლუატაციის და იმას რომელსაც აგზავნიან იმაში და ამისი ჩვენ შემოგტენეს გააკეთეს მაგრამ ის რომელსაც ამერიკა ამბობს დაგეხმარებთო ჯარის მშენებლობაშიო ჩვენო აი ხელშეკრულებაც არის ჩვენ შეგვიძლია ვაჩვენოთ ეს ხელშეკრულების ისინი სადაც შევარდნაცა და თავდასხმის კი ბატონო გაუშვათ მოდით ეს გაუშვათ ეს და კი ბატონო თუ შეიძლება ვნახოთ და შემდეგ დაბრუნდებით კომენტარზე ვალდებულება რომელიც იმათ ხონდა და რა გააკეთეს ქართული ჯარი კი ბატონო ვნახოთ ეს პროცესი ხელშეკრულების დადების პროცესი და დაბრუნდებით პირდაპირ ეთერში ისევ ბატონ გურამ ნიკოლაიშვილთან ერთად გენერალ ლეიტენანტთან
მისით მადლობა მოგახსენოთ ჩვენი შესანიშნავი სიტყვებისათვის. Allow me to thank you for those wonderful words that you just said და ამ განსაკუთრებით თბილისში შეხვედრისათვის. and for this very cordial meeting. დღეს ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან ხელშეკრულებას მოაწერეთ ხელი ბატონო მინისტრო. ეს არის ჩვენი თანამშრომლობა ისეთ ბრძნობიარე და განსაკუთრებით პასუხისმგებ სფეროში, როგორც არის სამხედრო თანამშრომლობა. Mr. Minister, we have signed a momentous, a very important agreement this morning in the field, which is very sensitive and very important. მოგახსენებათ, რომ ჩვენ თანამშრომლობთ პროგრამის ფარგლებში, რომელსაც ქვია პარტნიორობა მშვიდობისათვის. In the field, which is military cooperation, and you know that we cooperate within the framework of the program, which is called Partnership for Peace. საქართველო არის ევროატლანტიკური საბჭოს ერთ-ერთი დამაარსებელი და მისი წევრი. Georgia is one of the founders of the Euro-Atlantic Partnership Council and one of the members of this council. ვიქნებ, რომ ის, რასაც დღეს ჩვენ ვაკეთებთ, ეს არის დიდი თანამშრომლობის დასაწყისი. And whatever we've been doing so far, you know, it's the beginning probably of a big, great cooperation in the future. და იმასაც მინდა ხაზი გაუსვა, რომ მხოლოდ იმ სამხედრო თანამშრომლობას აქვს მომავალი, რომელიც ითვალისწინებს მშვიდობის, დემოკრატიის და თავისუფლების დაცვას. And I should also like to underscore that the only kind of military cooperation that really has prospects is the one that takes into account peace, democracy, peace and democracy, I mean peaceful and democratic development of the world. უსურვებს წარმატებას დიდ ამერიკას და მის შეერაღებულ ძალებს. I wish successes to great America and to its glorious forces. Thank you, Mr. Secretary. While, you know, since I am present at this very emotional, I would say, affair, I want to tell you that I'm proud that I am, in some sense, you know, a fellow countryman of John Falkenstein. That he has performed his duty with dignity in the United States of America and for the United States of America. But how can I return to Georgia now? What they will say in Georgia now, they will say that he specially came to Washington so that, you know, Mr. Shalikashvili would retire. Thank you, Mr. დაბრუნდით პირდაპირ ეთერში და თქვენ ნახეთ კადრები. მე მინდა ბატონ გურამს დავსვა ორი კითხვა. ერთი, რატომ და რას გვახსენებთ ამით ბატონო გურამ, რისი თქმა გინდა განსაკუთრებით აი როცა ჩვენ საუბრობთ ქვეყნები რომლებიც ჩვენ გვასანქცირებენ და აქტიურები არიან დასანქცირდეს საქართველოს, ლიტვა, ესტონეთზე საუბარი და აქ ერთი მნიშვნელოვანი რაღაცას ამბობს შევარდნაძე. თქვენც ბუნებრივია ეს ხაზი ყურადღება მისეული გექნებათ, მით უმეტეს იქ იყავით, მონაწილე ხარ და ნუ ალბათ მერეც ისაუბრობდით. მაინტერესებს თუ კითხეთ თქვენ ეს მერე შევარდნაძეს. იმიტომ ის ამბობს, რომ მხოლოდ არ მახსოვს ხა სიტყვა იმ ხელშეკრულებასა, იმ სამხედრო ხელშეკრულებასა აქვს მხოლოდ აზრი, თუ ის ემსახურება მშვიდობას, დემოკრატიას და უსაფრთხოებას. აი ეს რამდენად შესრულდა თუნდაც იმ ხელშეკრულებით და ორმაგ სტანდარტთან ხო არ გვაქვს საქმე და რატო გვანახეთ ეს ვიდეო? რატო ანახეთ საზოგადოებას? რა გაახსენეთ ამით? თქვენ ხართ მონაწილე ეს ვიდეო ჩვენ ახლა ჩვენ გამოვიტანეთ, ამიტომ ეს ყურადღებით ჩვენ მოვივილაპარაკეთ, ჩვენას ხო ვილაპარაკეთ, და აზრი გამოვთქვით იმაზე, რომ ხელშეკრულება გვაქვს ამერიკის შეერთებულ შტატებთან დადებული და ამ ხელშეკრულების ამ მშვიდობის, დემოკრატიის და თავისუფლების დაცვის, ხო? აი ეს ხელშეკრულება იყო სამხედრო ხელშეკრულება. ჩვენი გაკეთებულია თავდაცვის სამინისტროში გაკეთებული, მე ხობძღანელობდი ამ ჯგუფს და ეს ხელშეკრულება ერთ-ერთი მთავარი იყო იქ. ამ ხელშეკრულების თანახმად ამერიკას
ჩვენ ქართული ჯარის მშენებლობაში, ქართული ჯარის, ესე იგი, ამ საერთაშორისო ურთიერთობების იმაში ჩართვაში, ქართული ჯარის სტანდარტების ამ ჯარების, რომელიც გააჩნია ნატო ჯარებს, იმ სტანდარტებთან ესე იგი მიახლოვებაში და რაც მთავარი იყო, ჩვენი ოფიცრებისა და დანარჩენი პირების მომზადებაში, რომელიც შემდეგ აღშენებლობაში ჩაერთვებოდნენ ქართული ჯარის, რომელიც იქნებოდა დასავლეთის სტანდარტის და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი ამ ხელშეკრულებაში იყო. მაგრამ რა კარგად თქვა მაშინ შევარდნაძე, მაშინ თქვა, რამდენი დრო გავიდა იმის შემდეგ, გავიდა, თითქმის 27 წელი. 97 წელს იყო ეს. გავიდა 27 წელი და ეს ყველაფერი რაც ვალდებულება ჰქონდა ჩვენ ამ ყველა ვალდებულებები შევასრულეთ, მაგრამ რაც ვალდებულება იყო ჩვენი მშვიდობის დაცვა, ჩვენ 2008 წელს ვერ დაიცავით ეს მშვიდობა, ჩვენი დემოკრატიის დაცვა, ჩვენ დემოკრატიას ვერ დავიცავით, იმიტომ რომ საქართველოს გაყოფილი იყო და სამაჩაბლოსა და აფხაზეთის საკითხები არც ერთი პლატფორმა დასავლეთის მიერ წარმოებული და შექმნილი, რომელიც ყოფილიყო აფხაზეთი, რუსეთი, საქართველოს და დასავლეთი ჩართული იმაში, რომ ეს საკითხი განხილულიყო და ეს ტოლვილები, რომლებიც ესე იგი მარტო თითქმის 9 მილიონი ტოლვილია ორივე მხრიდან, ხო? სამაჩაბლოსა და აფხაზეთისგან. რო ისინი დაბრუნებული იყვნენ, რო ჩამოყალიბებული იყო ესეთი სისტემა, რომელიც საქართველოში თავისუფლებასა და უშიშროების სისტემის გარანტს მიცემდა. ეს ვერ ჩამოყალიბდა. ვერ გაკეთდა იმისა და ეს ხელშეკრულება ჩვენ გვაქვს დადებული მათთან, რომ ისინი უნდა ჩართული იყვნენ. ჩვენ გვახსოვს 2008 წელს პამპერსები და იმით რომ შემოვიდნენ, მაგრამ არც ერთმა მათგანმა არ შეასრულა, არაო ჩამოვიდენო საქართველოსიო პირველი პირებიო და ხელ ჩართული და რო გამოდიოდა სპიკერი პარლამენტის მაშინ ბაქრაძე დავით ბაქრაძე ჩანგლები და ქვაბები დაიცავეთ. ხო, ჩვენ დავიცავთ ამ ყველაფერს. გააქრეს საერთოდ. მე მგონი ბაქრაძეს აქაურ უშროებაში აი ახლა თქვენ რა გაიმეორეთ? ახლობელი ყავს. თქვენ რა გაიმეორეთ ახლა სანამ ახლა ამ სიუჟეტზე გადავიდოდეთ. ესე იგი ესტონეთი და ისინი თქვენ უნდა დაიწყოთ საბრძოლო მოქმედებებიო? კიო, ისინი თქვენ მოგერევიან, მაგრამ თქვენო პარტიზანული მაშინ უნდა გადახვიდეთო. ესე იგი რა არის იქ დანაჩანგლები? ესე იგი უნდა გადავსულიყავ ჩვენ ამ დროს ხელშეკრულებები გვაქვს დადებული? რა თქმა უნდა. და აქ კიდე ესე იგი თქვენ პარტიზანული მასში გადახვიდეთ. კი ბატონო, ცოტა ხნის შემდეგ მე ხა არ მინდა უბრალოდ ხა შეიძლება კლას გარეშე კითხვა ინტერესი მაქვს. რამოდენიმე ხნის მერე შევარდნაძემ რაც იქ თქვა, რომ ნიშნულობა არ აქვს აზრებს თუ არა. მე ამასთან დაკავშირებით გქონდათ რამე შეხებოთ საფრაზეთის ოფის კადრების ჩვენ შემდეგ ესე იგი იყო ახალგაზრდა რეფორმატორების და იმის ხოვნით, როდესაც დავით თევზაძე მოვიდა, მაგრამ დავით თევზაძემ მაქსიმუმ გააკეთა, რაც შეეძლო ჯარში კადრები და ოფიცრების შეენარჩუნებები, მაგრამ მისი გადასაწყვეტი საკითხები გენერლების არ იყო, მაგრამ ის მიაწვა მაშინ ჯვანიას და იმისი გუნდი, რომ უნდა შეიცვალოს ჯარი, უნდა გახდეს დასავლური ეს ყველაფერი და ყველა გენერლები ვინც იყო თითქმის ყველა შეიძლება 1-2 შემორჩა, ფერცხალაშვილი და ესენი ესე იგი დათხოვნილი იქნა ჯარიდან. ესე იგი ეს გადაწყვეტილება, ხო? რომელსაც ჩვენ მოვაწერეთ ხელი ჩვენქენით ამერიკასთან, პირველი წინააღმდეგობა ესე იგი შეგვექმნა ჩვენ. საბჭოთა ჯარის ყოფილ ოფიცრებს, რომლებიც ჩვენ გაგვიშვეს და რატომ? სერ გარი ჯონსი და ფონ დასე ასეთი ბრიგადის გენერალი სერ გარი ჯონსი დიდი ბრიტანეთის და ფონ დასე გერმანიის გენერალ-მაიორი, ესე იგი ისინი გამოვიდნენ და დაწერეს საერთო მოხსენება გაუკეთეს შევარდნაძეს, ეს ყველაფერი იყო ჟვანიას და ახალგაზრდა რეფორმატორების ჯგუფი, რომლებიც ესე იგი მაშინას ისე ბობოქრობდნენ იმაზე, რომ მაკეინის ინსტიტუტი ახალი ჩამოყალიბებულია, რომ ჩვენ შეგვიძლია დაუბრუნოთ აფხაზეთი მხოლოდ და მხოლოდ ომით. და რადგან ეს ჩვენ ამ ომზე და იმაზე არ წავიდოდით, მათ მიიღეს ასეთი ისინი, რომ შევარდნაძე მიიღო გადაწყვეტილება იმათი პარლამენტის და იმით ესე იგი ზეწოლით, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან ყველა გენერალი დათხოვნილი იქნა. ყველა უფროსი ოფიცერი დათხოვნილი იქნა. ეს უბრალოდ როცა აბრალებენ თევზაძე ბრალი რა არის? თევზაძე გენერლებს პასუხს არ აგებდა. ამაზე შევარდნაძე აგებდა პასუხს და მისი პოლიტიკა იყო. თევზაძე რა შეეძლო ჯარში ქმნიდა, აკეთებდა. ის შეინარჩუნა ის 40 ოფიცრები. შემდეგ, როდესაც თევზაძე წავიდა, 300 ოფიცერი, უფროსი ოფიცერი ჯანჯღავებმა და იმათმა, ვინც მაშინ იყვნენ, იმათმა ჯარიდან გაუშვეს. გაუშვეს უბრალოდ და გაატიტულეს ქართული ჯარი და 2008 წელს დაიწყეს საბრძოლო მოქმედებები. მაშინ, როდესაც 1900 ქართული ჯარის პირადი შემადგენლობა იყო სამშვიდობო ოპერაციებში, ერაყში, იმაში, ავღანეთში, კოსოვოში, სტრაფი რეაგირების კორპუსში იყო იმაში, გერმანიაში
და ეს ყველა დაფანტული პირადი შემადგენლობა და ბატალიონებში დარჩენილი 9.30% იმათგან შეკრიბეს რაღაცები და დაიწყო საბრძოლო მოქმედებები სააგაშვილმა. უმაღლესმა მთავარსარდალმა, რომელსაც მოახსენეს არ არის, მაგრამ მაშინაც კი ჯარმა კარგად გააკეთა ჩამოყალიბ მე გაცნობილი ვარ იმ გეგმებს, აი ამ თვითონ სამაჩაბლოს გეგმის იმას, კარგად ვარ გაცნობილი, მაგრამ იქაც ხო არაცადეს ჯარს მოქმედება. იქაც ხო ჩაერთვენ ამ იმაში, ესე იგი გუგულაევები, სააკაშვილები ისინი დატვირთვეს რაღაცა მობილიზაციის ჯარისკაცები გამოიძახეს, ახალწლოვანები, რომლებიც არაფერი არ შეეძლოთ. აი კარგადაა ამ თემაზე დიმიტრი ლორთქიფანიძეს აქვს ერთხელ თუ მოიწვევთ გადაცემაში, აი ამაზე რო შეეკითხოთ იმ მობილიზაციაზე ყვითელი ავტობუსებით რო დანაშაული. უბრალოდ რუსის ფრინავები, რომლებიც დაფრინავდნენ, მათ არ უნდათ ამ პირადი შემადგენლობის განადგურება. ის რაც გაფანტული ჯარში და ისინი მიდიოდა. რა საბრძოლო მოქმედებები მოუმზადებლად დასაკეთდება. საბრძოლო მოქმედებებს როდესაც ატარებდა, როდესაც ბატალიონში თქვა 22 ტანკია და 22 ტანკიდან იმიდან ვერ გამოდის პარეხებიდან 9-იც კი, იმიტომ რომ მექანიკოსები არ არის და ამ ტანკის მეთაურები არ არის, იმიტომ წასული არიან ამ სამშვიდობო ოპერაციებში. როგორ იწყებს საბრძოლო მოქმედებებს? რატო არ დააკომპლექტა? რატო მობილიზაცია იმათი არ გააკეთე, ვინც ჯარში იმსახურა და არამედ სხვა ეს არის უდიდესი დანაშაული. არც ერთი კომისია, არც პარლამენტში, არც სახელმწიფო, არც ბიძინა ივანიშვილმა, არც მერე ვინც იყო, არავინ არ შექმნა არაფერი. მე მთავრობებზე ლაპარაკობ. არც ერთზე პასუხი არ აგებინეს. არც ერთი ის არ არის შექმნილი ამისათვის. ერთადერთი იყო მაშინ პაატა დავითაია, რომელმაც მოაღალება ბევრი რაღაცა გააკეთა და ნიკა ვაშაკიძემ მაშინ ახლა ევროპელი დემოკრატების პარტია არის შეიძლება მაგრამ ძალიან ბევრი მე მაგალითად თუ ის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე უნდა იყოს პირველი რიგში უნდა იყოს ნიკა ვაშაკიძე უგანათლებული პიროვნება რომელმაც ეს საკითხი შესანიშნავად ითქვა და სად არის ხა რომელ პარტიაშია ვის ეს იმის პარტიაშია ნუ ოპოზიცია არის ჩვენი პარტიის ახლა იმაში მაგრამ მე ამას არ ვლაპარაკობ მე დასკვნა რამდენჯერ ვილაპარაკე არა აქვს მნიშვნელობა რომელ პარტიაში იქნება მაგრამ რამ წაიყვანა თუ ესეთი ნიჭიერი კაცია და პატრიოტი კაცია რა უნდა ებათ არა ის წაიყვანეს იმაზე ახლა მე დასკვნა ხო არ შევეკითხები ვიცი არა კი არა თუ აგრძალულია ეს პარტია კანონით თუ აგრძალულია ეს პარტია ხო მაშინ აგრძალონ როგორც მაშინ გახსოვთ ირვაინაშვილი და ისინი რომ გამოდიოდნენ არა ვიცი არა უბრალოდ ვამბობ ხო მაგრამ დღეს იმაზე ლაპარაკი იმას აი ეს უნდა ამას ის უნდა და შენ კანონი გაქვს და ყველაფერი გაქვს რომელიც უნდა გამოიყენო ვერ იყენე ესეც არ არის სწორი კი ბატონო კიდევ ერთხელ ხარს უჭერ მინდა რომ მშვიდობა იყოს და მინდა რომ ეს ვინც ახლა მოვიდა პარლამენტში მათ რომ მიეცეს საშუალება იმისათვის რომ ჩამოყალიბონ მთავრობა ჩამოყალიბონ მთელი მართვის სისტემები მაგრამ მაგ ჩემი კითხვები რატომ არ არის 156 ადამიანი ოცნების რომელმაც მიიღო თუნდაც პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობა რატო არ არიან ეს ამ ადამიანებში არც ერთი სამხედრო ესე იგი რა ჯარი ჩვენ არ ჭირდება ესე იგი ჯარს არ აქვს არავითარი მნიშვნელობა აი ნახეთ რუსეთის იმაში ჯარის მნიშვნელობა რამდენი გენერლებია გატენილი პარლამენტი და ისინი რომლებიც გამოდიან ტელევიზიისთან და ისინი და რა კანონებს ქმნიან და აკეთებენ ეს ჩვენ უნდა არა ჩვენ უნდა ავიღოთ ეს შეიარაღებას რომ გავაკეთოთ არ აქვს მნიშვნელობა ეს არის პოზიციის ოპოზიციის თუ სპეციალისტია ის გამოყენებული უნდა ბატონო გურავ თავი და ბოლომდე გეთახვევი წლებია თქვენ ერთად მაგას ვამბობ რომ აიყო რა თქმა უნდა სამხედრო პირები უნდა იყოს და უნდა იყოს წესიერი ხალხი მე არ ვამბობ შეიძლება წესიერი ხალხია ვიღაცა მაგრამ ნუ სამხედრო პირები რომ უნდა იყვნენ და რომ უნდა გისმენდეთ თქვენ და თქვენაერ ადამიანებს და კიდე ბევრია ხო ასეთი ადამიანი სულ ამას ვამბობ კაცო კი არა 2012 წლიდან ვამბობ რომ შეიძლება ისეთ ადამიანებს გააკეთეს აქცენტი ვისაც საერთოდ ღირსება არ ქონა და აგერ მე თვითონ რა უკრეს ხო ნაცები ნახევარი მაპატიე და გადაიყვანეს შეიყვანეს ამ ჯგუფში მაპატიეთ ამ ჟარგონისთვის ამის შეიტენეს ამ იმაში რა ქვია თავის გუნდში და მე ყველა ეხა ხო ხედავთ ჩვენ ვიცავთ კიდე ღირსეულად ჩვენ უბრალოდ ვინმეს კი არ ვიცავთ კონკრეტულად ვიცავთ სწორ მხარეს გვინდა ვიდგეთ და რა არის დანაშაული თორე რა თქმა უნდა სულ ამ თქვენთან ერთად უსმენთ და ვამბობ კიდევაც რომ სამხედრო საკითხზე შეიძლება დაელაპარაკო კაცო რაც არ უნდა მაგარი სპორტსმენი იყოს და გენიოსი და ესეთ ბიჭი იყოს სამოქალაქო პირი და მენეჯერს არ შეიძლება ხო შეიძლება ინჟინერს ვისაც მშენებლობა ეხება და რაღაც დარგობრივ ეკონომიკის კომიტეტში შეიძლება ყავდეს ადამიანი რომელიც რაღაცა პროფესიონალი ვიოლინოს დამკვრელია
თუ სპეციალისტია. ეს დიდი პრობლემაა, მაგრამ ვიდრე გადავაჭი რუსეთი მის საკითხზე, აი კიდევ პატარა საფრთხეზე მინდა უბრალოდ თქვენ კითხოთ, მე არ მინდა თქვენი მოსაზრება მაინტერესებს, აი. მოდით მაშინ შედარება გავაკეთოთ ამ ესტონეთი. კი ბატონო, მაშინ დავასრულოთ ეს თემა, ხო რომ დრო გადის და მაგიტები, ხო. ესენს გამოვიდნენ, ჩვენ აი ხელშეკრულება ხო ხონდა საქართველოს ყველაფერი ჩვენი ხელშეკრულების შეასრულა. მიიღო მონაწილეობა ყველა სამშვიდობო ოპერაციებში 20,000-ზე მეტმა. αφღანეთი გაიარა და სამშვიდობო ოპერაციები. აქედან 42 დაიღუპა, 52 ხეიბარი უხელო უფეხო დაჭრა. ჩვენ პირნათად შევასრულეთ ეს. 293 დაჭრილი. გამოდის ახლა ესტონეთი და ისინი და ჩვენ ესე იგი სანქციებს დაუდრეკთ, რა, იმიტომ რომ ჩვენ რაღაც დასავლეთის იმაში ვერ ჩავებთ. როგორ ვერ ჩავებთ? ჩვენ ჩავებთ, თუ ჩავებთ, იმიტომ რომ არც ერთი ქვეყანა არის პროცენტულად მოსახლეობის და ჯარის რაოდენობით, რამდენმაც ჩვენმა ჯარის რაოდენობამ მიიღო αφღანეთში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა. ჩვენ მივიღეთ, დავხარჯეთ ჩვენი საქართველოს კუთვნილი 4.6 მილიარდი ლარი, რომელიც ხელფას ჩვენ უხდიდით, იმ შეიარაღებას ჩვენ ვყიდულობდით, იმ შეიარაღებას, რომელიც შლუნგდებოდა იქ და 20 წლის განმავლობაში, რამდენი გაფუშტა, რამდენი დაიკარგა, რამდენი გამოვიდა წყობრიდან ამ საბრძოლო მოქმედებების დროს. ეს ხო ჩვენ ხარზე იყო ყველაფერი. ფორმა, ჩაცმულობა ხო ჩვენი იყო და ხელფასებსაც უხდიდით კიდევ აქ. ხო, მაგრამ ამას ჩვენზე ვლაპარაკობთ, ჩვენი იყო ხელფასები. თუმცა ამ დროს ამ სამა ქვეყანამ დაარღვია და გამოვიდა. ამ სამ ქვეყანას იქ არასდროს არ ყოლია 10 ჯარისკაცზე მეტი. ისიც 10 ჯარისკაც რა დაჟებოდა. ნუ კი გადაიხადეს თქვა. რა დაჟებოდა 10 ჯარისკაც. ტრამპი მაგას უწუნებს, ამათ რომ აკრიტიკებს, რომ არავის აწევროს არ იხდიდით. არ იხდიდა, არ ქონდა და ისე. ჩვენ არაწევრი ქვეყანა ვიხდიდით ყველაზე მეტ და გერმანია არ იხდიდა კაიხანი. მერკელი შეგნებულად არ იხდიდა ამას. შეიძლება სწორიც იყო რაღაცა თავის 9% ქონდა შიდა პროდუქციის შეიარაღებულ ძალებზე. და უელსის სამიზე ტრამპის პირველი პრეზიდენტობის დროს მან მოთხოვა 2%-ზე ნაკლები არ უნდა იყოს. მაშინ საქართველოს რამდენი ქონდა? 2.4% ქონდა. დღეს აეწია ეს ყველაფერი. მაგრამ ეს რომელი გამოიყენა შეიარაღებული ძალებისთვის? მაშინ ყველაფერი სამშვიდობო ოპერაციები მიდიოდა. ბატონო გურამ, თან აქვე ერთი რამე უნდა ეთქოს, რომ ეხლა ტრამპი რო დაბრუნდა უკვე მეორეჯერ პრეზიდენტად. იმ დღეს უსმენდი და მან თქვა, რომ მე რო არ მომეთხოვაო, 700 მილიარდი მივიღეთ უკვე ნატოს. თუ გინდათ დაგიცვათო, გადაიხადეთო და რაც მოთხოვნა დავაყენეო, 700 მილიარდი ახსენა. არ მინდა შევსდე უკვე 700 მილიარდი დაიწყეს გადახდაო რიგმა ქვეყნებაო, რასაც არ იხდიდნენ და 700 მილიარდი შემოვიტანია ნატოს ამ ბიუჯეტშიო. კი ბატონო, გინდა დაგიცვათ, გადაიხადეთ თან ხაო. და კი ბატონო, დავამთავროთ ეს ნატოს გადასახადი ამერიკის არის 72%. კი ბატონო, დანარჩენი განაწილებულია ყველა 30 ქვეყანასა. და წარმოიდგინეთ, ხო, რამდენი არის ის. ამიტომ სწორსაც ამბობს და ისიც ნატოს შემადგენლობაში რო შეიყვანეს ბალტიისპირეთის ქვეყნები, ტრამპი მაშინ მათქვა, ეს იყო უდიდესი შეცდომა ნატოს, რუსეთის გაღიზიანება გამოიწვია მან, დიდი გაღიზიანება რუსეთის, არც ერთი ეს ქვეყანა თავისი საბრძოლო პოტენციალით იმისი რომ რუსეთს რამე წინააღმდეგობა გაუწიოს, არ შეუძლია, რადგან ყველაფერი არის 3 საათი, ესტონეთის აღებას უნდა რუსეთის ჯარისთვის 3 საათი. მეტი არა, ჯერ ერთი ჯარის არ 5,000-იანი ჯარი ხარ. ამიტომ ის როდესაც ჩვენ გვასწავლის იმას, ჩვენ როგორ უნდა მოიქცეთ და გავაკეთოთ და მას რომელსაც დოტაცია აქვს, სადღაც 28-32 მილიარდი ევროს დოტაციას აძლევენ და თავისი პირადი შემადგენლობა, მაგალითად, ლიტვაში პირადი შემადგენლობა მოსახლეობაზე ვლაპარაკობ, გასული არის უკვე 40%. ძალიან ბევრი. ესტონეთიდან გასული არის 35%. ლატვიაში ალბათ რამდენის არის ეს ყველაფერი. ეს ქვეყნები, რომლებიც თავისი არაფერი არ აქვს, არ შეუძლიათ, მაგრამ ყველაზე აგრესიულად არიან განწყობილი და რატომღაც საქართველოს ჩაუვარდათ მათ ასეთ იმაში, რომ საქართველოს შეუძლიათ მათ უთხრან და დადგენ იმაში ევროპის იმაში, რომ აიო თქვენ იმას ვინც ომი დაიწყეს და ჩვენ დავკარგეთ სამაჩაბლო და ისინი, მაშინ არ მინახია ამ ქვეყნების გამოსვლა. არ მინახია. მათი წვლილი ამ ნატოს და იმის გაფართოების და სამშვიდობო ოპერაციებში ჩვენ წვლის შეედრება, ჩვენი დაღუპულები უფრო მეტია ვიდრე მათი საერთო მონაწილეობა. შეიძლება გაბრაზეთ, მაგრამ იცოდეთ დაიმასოთ, ეს არის ევროპელების დასავლეთის ორმაგი სტანდარტი. მორჩა და გათავდა, ასე გექცევიან. ასე გვექცევიან, ორმაგი სტანდარტია ჩვეულებრივი. ეს არის მათი ორმაგი სტანდარტია და მორჩა ჩვენ ამის წინააღმდეგი ვარ და ვიღაცა ტვინგამორეცხილი მით უმეტეს ახალგაზრდას რომ გამოადებილებს ეს ლიბერალი გამოადა ეთქვის რომ ჩვენ ახლა რასაც ვლაპარაკობთ რუსეთის სასიქეთო თვალსხავ წყალს თუთუცებოთ ხონა რა შუაშია მარტა რუსეთი საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოებაზეა საუბარი და იმაზე როგორ გიდგება როგორ მოგიდგება შენ ის დასავლეთი
თორე ჩვენ როგორ გვიდგება და როგორ უდგებით, კარგად ვიცით რა. ეს რომ გახსოვდეთ, თუ გინდათ იუმორში მოჭერი და დაიმახსოვრეთ. იუმორში აქ სასაცილოა სატირალო არის. სატირალო არის. იმიტომ რომ ეს მდგომარეობა რა მდგომარეობაში დღეს ახლა დაიძაბნენ იქიდან და გამოდიან და ჩვენ ესე ყველაფერში ჭკუას გვასწავლი. იქ ბლინკენი გამოვიდა. ბლინკენი არის ხომაში რა გააკეთა საქართველოსთვის, რომ საქართველოში რაღაცა ჩამოყალიბებულიყო. ჩვენ ვეხმარებით თუ ქართული ჯარის შენებლობაში. ნუ კარგად ვიცი ახლა მე სამხედრო ვარ და ბოლოს ეს საკითხები ჩემზე კარგად. ამაზე აღარ ინერვიულო ჩვენ არ დაერთხელ გვაქვს ნათქვამი ბატონო გურამ ვიცით ნათელია კიდევ ერთხელ გეუნებით და გიდასტურებთ. ყველაზე მეტი ჩვენში არის გამოსარკვევი. ჩვენ უნდა გამოვერკვეთ. ჩვენ სუვერენი სახელმწიფო მარტო ტერიტორია არა. სუვერენიტეტი დგას სადღაც შიგნითაც, აი სადღაც აქაც. ჩვენ თუ რაღაც არ გავთავისუფლდებით აი ამ რაღაცა სიგიჟეებისგან, რასაც ისინი გთავაზობენ და ჩვენ რო გვეთქვა ხო, წარმოგიდგენიათ ხა ქართულ ოცნებას მაშინ რო ეთქვა ან რამეზე რომ ან შეშინებოდა ან და არ ვიცი რა ვიცი რაღაც რო დამართოდა და იმ თვითმფრინავზე რო ეთქვა კი ბატონო გაუშვათ ერთი თვითმფრინავი რუსების შენამდე ხო წარმოგვიდგენე რა იქნებოდა რა კი და მე ვიღაცა იტყვის აბა მიგინეთ აბა დაიწყებენ ამ იმას მოკლედ მაპატიეთ ჩვენ ძალიან ბევრი ცხრილი უნდა გავუსვათ მაგრამ აი ამათ რაღაცა მინდა კითხვა დავსვათ აი ამ ეგრეთ წოდებული აი ჩვენი წავს ეს აი ეს ეგრეთ წოდებული დასავლეთის ოპოზიცია დასავლეთი ამ ოპოზიციონერებს ამაგრებს უბრალოდ მათი სურვილები მართლა არის ის რომ საქართველოში არაფერი კარგი არ მოხდეს მე ამას არ ვიგორებ მე უბრალოდ მინდა თქვენ გითხრათ სოლიდარობა მშვიდობის საერთაშორისო მდივანმა მამუკა ფიფიამ ინტერვიუ მიცა ასავალ დასავალს მე არ ვიცი შეიძლება მესმის შეიძლება არ იყოს თქვა ამ დოზით მაგრამ არ არის გამორიცხული სხვა შორის მამუკა ფიფია საუბრობს რომ ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოს ქართული სახელმწიფო იმიტომ რომ თუ მათ ამ ოპოზიციამ მიაღწია იმას რომ თქვა მეორე ფრონტის გახსნა იქნება აი კურსკი 2 ესე აქვს დარქმეული ასეთი რამ არ უნდა განხორციელდეს მით უმეტეს ის ამბობს რომ ის კი არა რომ ბოევიკები თქვა აქ შეიძლება იყოს საუბარო ბოევიკების შემოყვანაზე მომზადებაზე მაიდანის თემაზე არამედ საფრთხე ხო არ გაჩნდა ეხლა თქვა იქიდანაც რომ აი სირიაში რა მოვლენებიც მიდის რა ვიცი იქ იარაღიც გაჩნდა რავი აჯანყებულებია ძალიან ბევრი ხო არ შეიძლება რაღაცა მოხდეს ისეთი რომ აი ამ ოპოზიცია მოახერხოს თქვა იმ ბჭყალებში იმ ცუდი დასავლელი ვიღაცების მხრიდან რომ აი რაღაცა რაღაც ისეთი ძალა მოხდეს რომ გაიხსნას რაღაცა ისევ თავის სურვილი განახორციელონ ხო არ არის ეს საფრთხეები მოსალოდნელი იმიტომ რომ ბოლომდე არ არის მისული ახლა კაი ყველა ველოდები ტრამპის ინაუგურაციას და დიდი ბოდიში 20-მდე ძალიან ბევრი დღეა დარჩენილი ხო რა საფრთხეები შეიძლება იყოს მამუკაფიფიას ინტერვიუ სიფრთხილეა შეიძლება მაგრამ არ ვიცი ხა მე თქვა დაიფაროს ეს არის საშიშროება კი ბატონო ხო ელის და მე გეტყვით რომ დასავლეთი საქართველოს ამისათვის და სამხრეთ კავკასიის აზერბაიჯანი ხელად გამოეყო მას ამ სამშვიდობო იმ სწავლებებში იღებდა მონაწილეობას და ის სამშვიდობო სწავლებები რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები და ნატო საქართველოს ტერიტორიაზე ატარებდნენ ეს ყველა სამშვიდობო სწავლები და თქვენ რამდენჯერ გავაკეთეთ მისი ანალიზი არც ერთი ეს სწავლება არ იყო იმისთვის მიხრილი რომ საქართველოს ტერიტორიალური თლიანობა იყოს დაცვა არა ტოლილები მოდიან და ჩვენ როგორ უნდა დავალაგოთ როგორ უნდა მივიღოთ იქ როგორ უნდა გავიგოთ მაგრამ სორტირება მე დავალაგ ისინი ვინც აწავა როგორ წავა და როგორ მათი განლაგება და რათი ბანაკები და ისინი რომ მივიღოთ დღეს ეს სიტუაცია უკვე არის შექმნილი ეს არის შექმნილი ერდოღანისგან და ის მოთხოვნა რომელსაც ის ასაც ხოვდა ჩვენ ახლა ვლაპარაკობთ ასადი კარგი იყო ცუდი იყო კი ასაც დაუჭირეს ხარ შეუქმნეს ყველაფერი რომას უნდა დაელაგები და ყველა მეზობელთან ურთიერთობა მან ეს ვერ დაალაგა ის 28 დაპირისპირებული მხარე რომელიც თვითონ ერთმანეთს ებრძოდა იმაში სირიაში ის ვერ მოთოკა მაგრამ და ვერ დაალაგა მათ შორის ურთიერთობა ვერ დაალაგა ქურთებთან ურთიერთობა ვერ დაალაგა ურთიერთობა ერდოღანთან ერდოღანი რომელიც ამბობდა რომ ისო სირიელებიო შემოუშვი და დაალაგე მათთან ურთიერთობა რომელიც 3 მილიონი ჩემთან ბანაკში არიან განლაგებული და მიქმნიან საშინელ დისკომფორტს თურქეთის ტერიტორიაზე. ამაზე ვერ დაждდა ვერ დაელაპარაკათ. თქვენ რატო გონიათ რატო მიიღო ახლა პუტინი და ისინი არ ჩაერთო? კი, რა თქმა უნდა, თავისი გასაჭირებია, გასამართლებელი საკითხი, თავის აქვს შეიძლება იმასთან თუ გონიათ არ შეეძლო ჩართულიყო ამ საბრძოლო იმაში მოქმედებებში ამ სირიაში რაც ხდება, შეეძლო, მაგრამ ისიც ხდება უკვე რომ თვითონ ასადის თვითონ აი ეს მართლობა ის ვერს ვერ ალაგებდა ურთიერთობებს და ამიტომ ის იშლებოდა. ამას ვინ გამოიყენა ეს ყველაფერი? ამერიკამ ჩაართო გამოიყენა
ძალები გამოიყენა ისრაელმა, ისრაელი უკვე გოლანის სიმაღლეები აღებული აქვს და ეს ტოლვილები ახლა იქ რომ არიან. ისინი სად გამოიქცევიან? ისინი ისრაელში წავლენ, არ წავლენ. ისინი იორდანიას თავისი ისა გამოსაქცევი აქვს აქეთ. გამოსაქცევი აქვს საერთო თურქეთისკენ. თურქეთი მიიღებს მაგას. ნუ ალბათ მიიღებს თუ სასუარზე 3 მილიონი მოადგება რასიზმს. აი ეს სიძნელებიდან ის რასიზმს უნდა გაატაროს. გეტყვიან სად უნდა გაატაროს? საქართველოს გინდა ევროკავშირში შესვლა. მაშინ შენ უნდა მიიღო რამდენი თქვენია 10% უნდა მიიღო. 10% მაგალითად იმისი რა ქვია 3 მილიონის არის 300,000. და განალაგო ეს ყველაფერი. აბსოლუტურად მე ვეთანხმები რომ შეიძლება შევიდეს და შეიძლება აი ახლა რომელსაც ოპოზიცია ითხოვს მე ვლაპარაკობ ის რომელიც დასავლური ორიენტაციის რომელიც რუსეთი აქვს ამოჩემებული და ის კი არა რომ საქართველოს დაждდეს და რუსეთის მეზობელი ყავდეს და პროგრამატული ურთიერთობა ქონდეს აზერბაიჯანთან სომხეთთან და ჯეფრი საქსი ამბობს ამას კაცო და სხვები გვეუბნებიან ამას და რამდენი წელია აბსოლუტურად ყველა ამას გვეუბნება არა ისინი მაინც მიმართული არიან იმაზე რომ რუსის აქ არაფერი არ უნდა იყოს შეგვიძლია მათ უნდათ ეს ყველაფერი ეს უბრალოდ მორიგი ის რომელიც დასავლეთმა ჩაუდო ჩვენ გასულ არ გვინდა ისეთი ევროპაში ისეთი რომელიც ჩვენ გვიხსნის ცხოვრების წესს გვასწავლეთ და ამბობს ის გააკეთე მე როგორც შენ გეუბნები და არა ისე როგორც მე ვაკეთებ მე როგორც შენ გეუბნები ისე გააკეთე და ახლა ესტონეთს უნდა გვასწავლოს ჩვენ ძალიან ცოტა დრო გრჩება ძალიან ბევრი ცხრილი გვაქვს ვიდეო ცხრილი უნდა ვაჩვენოთ მოდი დავიწყოთ ჩვენ არა მე მაინც PPS ისინი რა არის ამაში მთავარი არა ცოტა საინჟინრო არის მაგრამ მე სიფრთხილით ავთქვი ახლა ერთწუთიანი იმას ვიზამ სიფრთხილე არის იმაში რომ თურქეთი ამ იმას ტოლვილებს და იმას არ დაიმასიზამ ყოველთვის პირველაჩნა ბაზა ასეთი ხო არ იქნება რა და აუცილებლად გამოუშვებს ის თუ წავა ირანში თუ მოხდა თუ ისრაელმა დაიწყო საბრძოლო მოქმედებები ირანთან დაიწყეს და წარმოიდგინეთ ის აზერბაიჯანი ირანის აზერბაიჯანი რო არის ისიც რო წამოვა აქეთ და საწავლენ ისინი საქართველოში ჩამოვლენ აზერბაიჯანში სომხეთში წამოვლენ ეს რაც უნდათ ესენი ახლა აძლევენ იარაღს ტექნიკას ყველაფერს უნდათ რომ სომხეთი გახდეს ისეთი დასაღრდენი რომ შეძლონ ირანთან მიმართებაში ესე იგი მისი გამოყენება აზერბაიჯანი ისრაელი არიან რაღაც ურთიერთობებში, მაგრამ საშიშროება ის არის, რომ ირანი არის 85 მილიონიანი ის რა ქვია მოსახლეობის სახელმწიფო. ირანს გააჩნია 5 მინიმუმ 5 ბირთვული ქობინი აქვს ირან. მინიმუმ 5 ეს უკვე მეცნიერებმაც დაამტკიცეს ყველა და აქვს ისეთი იარაღი რომელიც არცმენია და ირანი თუ ჩაება საბრძოლო მოქმედებებში უნდა ჩაებდეს ესე ბირთვული ომის კერა შეიძლება გაჩნდეს სად ირანსა და ისრაელსა და აი ახლო აღმოსავლეთში მეორე ბირთვული კობინების ის შეიძლება გახდეს უკრაინასთან და იმასთან თუ იქ ჩაერთო მაგალითად თელი დასავლეთი და ნატოს საბრძოლო მოქმედებები მესამე კიდე შეიძლება ჩინეთი ტაივანი და იქ ესე იგი საშიშროება ომის უკვე არის და ჩვენ კიდე უსმენთ ხალხი რაზე გამოდის და რას იმაშობა კი ბატონო დავიწყოთ მოდი მე ვთხოვ ჩვენს რეჟისორს გაუშვათ პირველი გრაფა პირველი ცხრილი მოკლედ ცოტათი ჩვენც ახლა მეც კი ბატონო დავიწყოთ ჩვენ პირველი გრაფის ჩვენება პირველი ცხრილის ჩვენება ეს არის პუტინის და ბელორუსოვის შეხვედრა თავდაცვის მინისტრია ბელორუსოვი ნუ პუტინი იცით ვიც არის ბელორუსოვის თავდაცვის მინისტროს გაფართოებული სამხედრო კოლეგიაზე იყო და ვიცე-პრემიერი კი ბატონო და მე განახებთ და ასევე რა მაჩვენებლები რა სტატისტიკაზე იყო იქ საუბარი და გაჩვენებთ სწორედ ამას ეს მოხდა კი ბატონო 16 დეკემბერს 15-16 დეკემბერს იყო ეს გაფართოებული სამხედრო კოლეგია. თავდაცვის მინისტრის მოხსენებიდან უკრაინის აუნაზღაურებელი დანაკარგები. საუბარია 24 დაწყებიდან, კონფლიქტის დაწყებიდან 24 წლის 24 თებერვლის 22 წლიდან 16 დეკემბრამდე. მოკლედ რა დანაკარგები თავდაცვის უკრაინის დანაკარგები ჯარისკაცი 1 მილიონზე მეტი კურსკის ოლქში აქედან კურსკის ოლქში 41,000-ზე მეტი ეს 6 აგვისტოდან ეს 6 აგვისტოდან ანუ აქედან კურსკის ოლქზეა საუბარი რაც მოხდა შემდეგ უკვე 24 წლის პირველი ბატონო დიახ წლევანდელი 1 იანვრიდან 16 დეკემბრამდე დანაკარგებზეა საუბარი. მარტო წელს. დაკავებულია უკრაინის ტერიტორიის 4,500
კვადრატული კილომეტრი. 24 წელს საშუალო დღეში დაკავებულია 30 კვადრატული კილომეტრი. უკრაინის ჯარების შეხების ზოლის დაკომპლექტება არის 45-50%. სულ რუსეთის ჯარების მიერ კონტროლირდება 605,000 კვადრატული კილომეტრი. საუბარია ერთ წელზე მხოლოდ ამ წელზე. 24 წელს დაკავებულია უკრაინის 189 დასახლებული პუნქტი. უკრაინის ჯარების შეხების ზოლის დაკომპლექტება არის 45-50%. შემდეგ უკრაინის ჯარების საბრძოლო ტექნიკა, რომელიც განადგურებულია 24 თებერვლიდან, ანუ დაწყებიდან 16 დეკემბრამდე, 24 წლის 16 დეკემბრამდე. სულ 58,880 ტექნიკაზე, საბრძოლო ტექნიკა. აქედან ნატოს ქვეყნების მიწოდებულია 14,550. რომელიც განადგურებულია. კი ბატონო. შემდეგი ცხრილი. მოკლედ რუსეთის დანაკარგები იგულისხმება დაჭრილი და დაღუპული. დაწყებიდან 22 წლის 24 თებერვლიდან 16 დეკემბრამდე 24 წლის. სულ საუბარია რუსეთის დანაკარგებზე. 199,755 ჯარისკაცზეა საუბარი. რუსეთმა 24 წელს ჩამოაგდო მარტო ამ წელს რაკეტა შტორმი სადოვი 86 ერთეული ატაკა როგორ შეიძლება ეს ატაკამსი ხო? ხო. ატაკამსი 215 ჰაიმარსი 1629 უპილოტო საფრენი აპარატი 27555. შემდეგი გრაფა. შემდეგი ცხრილი. რუსეთის სამხედრო სამრეწველო კომპლექსი 24 წელს. რუსეთის სამრეწველო კომპლექსი 24 წელს, ერთი წლის მონაცემები. მობილიზებული მოხალისეები, მაპატიეთ, მობილიზებული მოხალისეები 427,000. საბრძოლო მორიგეობაზე დადგა სტრატეგიული ძალების მოდერნიზებული კომპლექსი იარი, ასეთი, ხო? კი. კი ბატონო. Tu-160M 4 ერთეული. ეს არის ბომბარდშე, სტრატეგიული ბომბარდშენი. კი ბატონო. ჩამოყალიბდა სამხედრო ოლქი 1.5 მილიონი ჯარისკაცით. დაკომპლექტდება 2025 წლის ბოლომდე. მოსკოვის, პეტერბურგის ასევე ლენინგრადის იქ იმ ოლქს ქვია ლენინგრადის ოლქი. პეტერბურგი, ლენინგრადი, მაგრამ პეტერბურგით ხა პეტერბურგი. ჩვენ კი ბატონო, ნუ ამჟამად ხა პეტერბურგით იცნობს ხო? კი ბატონო, ლენინგრადის ოლქი ქვია ალბათ ეთქობა იმით. უპილოტო საფრენი აპარატი 1,5 მილიონი. ტანკები საუბარია ალბათ 1,5 მილიონზე აქაც ხო? არა, ტანკები 1500. 1500 ხო? ხო, უბრალოდ 100 წერი აქაც. 1500 უპილოტო საფრენი აპარატი 24 ერთეული. ტანკები არის რამდენჯერ ისახნა, რა ქვია. უპილოტო საფრენი აპარატი 1 და 5 და რამდენჯერ გაიზარდა მაშინ? 3ჯერ გაიზარდა. მაშინ საუბარი რამდენჯერ გაიზარდა. ტანკები ერთხელ კი ბატონო. უპილოტო საფრენი აპარატი 24 ჯერ. არტილერია 6 ჯერ. ფეხოსანთა საბრძოლო მანქანა 3 ჯერ. ჯავშან ტრანსპორტიორი 4 ჯერ. საბრძოლო მორიგეობაზე დადგა ატომური წყალქვეშა ნავი კნიაზ პოჟარსკი. ასეთი. ხო. შემდეგი გრაფა, შემდეგი ცხრილი თუ შეიძლება. რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოხსენებით უკრაინა ამზადებს ჩენიგოვოს ოლქში გადასასროლად. საუბარია რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოხსენებით. უკრაინა ამზადებს ჩერნიგოვოს ოლქში გადასასროლად 25,000 ჯარისკაცს, 100-დან 120-მდე ტანკს, 600-დან 700-მდე ჯავშან ტექნიკას, 60-მდე არტილერიას, 60 რეაქტიული სისტემებს, 18-მდე რეაქტიულ სისტემებს, აქედან და მათ შორის ჰაიმარს 4-ს.
ეს ალბათ არის ვარაუდი არის ბრიანსკისა და კურსკის მიმართულებაზე იქნება ეს დაჯგუფება გამოყენებული. ნუ ჯერ არ იციან სად, უბრალოდ დაჯგუფებას მზადდება და ეს მიმართულება საერთოდ ასეთი. კი ბატონო, ჩვენ რამოდენიმე წუთი გვჭება და მე მინდა კი ბატონო ეს ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში ბატონო გურამ, ხო ეხა მოსახლეობა ისმენს რამდენი ხანია უკვე ჩვენგან ამ მონაცემებს ასეებს არის საკმაოდ ისეთი მაღალი ინტერესია საზოგადოების ამ ომის დამთავრებამდე, ამ კონფლიქტის დამთავრებამდე და ჩვენ ახლა ვხედავთ მონაცემებს, ხედავთ რომ აქ არ არის სახარბიელო მონაცემები არც ერთი მხრიდან, არც მეორე მხრიდან. უამრავი ჯარისკაცია გარდაცვალა როგორც ერთ მხარეს, მეორე მხარეს ასევე. და ტექნიკა და შესაბამისად ნუ ხედავთ ახლა ჩვენ ნახეთ რუსეთის თავდაცვის შეერაღება როგორი მზარდია ამ დროს და ჩვენ ხედავთ თელი დასავლეთი ეხმარება უკრაინას და ხედავთ იქ როგორი დანაკარგება სხვა შორის ეს ამას არც დასავლეთი უარყავს უბრალოდ გულწრფელ საუბრებში ამას კი ამბობენ მაგრამ როცა საჩვენებელია საუბარი არა ტრამპმა თქვა კიდევ სხვათა შორის და ტრამპმა დაასახელა ციფრები თქვა რომ 500,000-400,000-მდე გარდაცვლილი ყავს უკრაინას და 500,000-მდე თქვა ემას რუსეთს და ზელენსკი გამოვარდა და თქვა რომ რატომ ეს რეაქცია არ ქონა რუსეთს ნუ ამ შემთხვევაში კი ბატონო აქ ეხა არა და ზელენსკი გამოვარდა და თქვა რომ არა სულ 55,000 ჯარისკაცი ყავს გარდაცვლილი ნუ ხეს ისურველია მაგრამ რაც არ უნდა იყოს რატო გისვათ აი ამ კითხვას და 6 წუთი გრჩება ჩვენ ვაჩვენეთ მონაცემებს ხედავთ მართლა როგორი სტატისტიკა თქვენ თავად ხედავთ და ანალიზს აკეთებთ ტრამპის მოლოდინია რომ კი ბატონო პუტინიც აკეთებს ისეთ განცხადებებს სადაც ნუ გამოდის გზავნილი რომ 20 იანვარს ინაუგურაცია როგორც კი შედგება ტრამპის მას ექნება სრულფასოვანი უკვე უფლება იმოქმედოს და ნუ არის რაღაც იმედები და საზოგადოების დიდი იმედი არის მით უმეტეს საქართველოს მოსახლეობის რომ ზოგადად დამთავრდება ეს რაღაცა დაძაბულობა როგორ ფიქრობთ თქვენ რამდენად არის მოსაოდნელი ეს მართლა ასე მოხდეს ვისურვებდი რომ ასე იყოს საერთოდ დასავლეთს განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებს უნდათ რომ ეს ომი დამთავრდეს მე გეტყვით თქვენ სანამ საბრძოლო მოქმედებებში არის ჩართული უკრაინა და რუსეთი ამერიკა ხარჯავს რა თქმა უნდა დახარჯა მაგალითად 119 მილიარდი დოლარი და ყველამ ერთად ევროპამ 85 მილიარდი დოლარი გერმანია ძალიან ბევრი აქვს ნორვეგიას აქვს ძალიან ბევრი დიდ ბრიტანეთს და ასე შემდეგ საერთო რაოდენობაში არის სადაც 280-300 მილიარდ დოლარამდე ზოგი ტექნიკით ზოგი ვალებით ზოგი საერთოდ სხვადასხვა მატერიალურ-ტექნიკური დახმარებებით მაგრამ უნდა დასავლეთ ამერიკას განსაკუთრებით უნდა რომ დამთავრდეს ომი რომ დამთავრდეს ხო რომ დაამთავროს ახლა ტრამპმა ჩვენ უბრალოდ ვიცით რომ დასავლეთი რა არის ყველა ომი არის ეკონომიკური საკითხები ხო აი მაგალითად როგორც კი დაიწყო 3 წლის წინ საბრძოლო მოქმედებები ესე იგი ეკონომიკა გაიზარდა ამერიკის რომ მილიცოებში ხონდა ყველაფერი გაიზარდა რამდენი გას 3.0 შიდა პროდუქტი 3.4%. ორამდე იყო მაშინ სამ კონფლიქტი დაიწყებოდა 4.1%. ესე იგი ამერიკამ უკვე დაიწყო ესე იგი ყველა ტექნიკა რაც გაყიდა ეს ფული რომელიც ესე იგი მიყიდა უკრაინას ეს ფული ამერიკამ მოიღო ვალა დადო უკრაინაზე ეს ყველაფერი ფული სამხედრო სამმართველო კომპლექსში შეიტანა. სამხედრო სამმართველო კომპლექსი 4 ტრილიონი დოლარით არის დაგავებული. 10 წელი დაჭირდება მას სამხედრო სამმართველო კომპლექსს რომ მთლიანად ეს იარაღი რაც ძველი გაიტანეს, გაყიდეს იმ ფაში რომელსაც ესენი ახალს გააკეთებენ ახლა ამ ფაში, იმ ძველის ფაში ახალს გააკეთებენ. ესე იგი ისინი არაფერს არ გარგავენ. ესე იგი მხოლოდ იმის გარდა რომ ეს მიაწოდეს და ეს ითვლება რომ სიმდიდრე ქონდათ ეს 119 მილიარდი დოლარის და წავიდა უკრაინაში. ამის სამასლოდ უკრაინამ რა უნდა მისცეს? მისცეს ის რა სიმდიდრეები მას გააჩნია. ფული არ გააჩნია, მაგრამ ეს საბადოები, ეს სიმდიდრე რაც ხონდა მაგალითად მიწები 44 მილიონი კვადრატული ჰექტარიდან მეტრი ჰექტარიდან გაყიდულია 14 მილიონი კვადრატული, რომელიც არ არის და საბადოები უამრავი თითქმის ყველაფერი. და საერთოდ ჩვენც ვიცით, რომ საბადოებისთვის არის ერთ-ერთი მთავარი ბრძოლა, რომელიც უკრაინის მთელი სიმდიდრე 14 ტრილიონი დოლარია და ეს 9 ტრილიონი დოლარამდე, რომელიც არის დნეპრის მარცხენა სანაპიროზე განლაგებული, რომელიც უკვე რუსეთი თითქმის აი ამ ყველა სიმდიდრეების 7 ტრილიონი ნახევარ დოლარამდე ღირებულების ამ საბადო ლითიუმი არის, კოქსის ნახშირი არის, დონეს
დონეცკი და იმისი უდიდესი საბადოები, რომლებიც უკვე არის, ესე იგი, რუსეთი ფლობს ამ ტერიტორიებს. ანუ მაინც ეს ომის რუსეთის მხრიდანაც არ არის ისეთი ომი, მარტო დაიცვა მაგალითად უკრაინელი რუსები უკრაინის ტერიტორია. არამედ თავისი ინტერესების აქვს, რომ აქ არ შემოვიდეს კაპიტალი, ეს კორპორაციები დასავლეთის და ისინი არ ფლობდნენ ამას. აი აქედან გამომდინარე, უკრაინის ამოცანა, რომელიც არის, ის ყველაფერი თითქმის გაგვიდულია. მას საკუთარი უკვე ეგ არაფერი არ გააჩნია. და დღეს უკრაინა რო თავისი სახელმწიფოებრიობა შეინარჩუნოს, ეს ჯეფრი საქსი ამბობდა ამას, რომ უკეთესი იქნებოდა თუ უკრაინა მთლიანად დანებდებოდა იმას, რა ქვია, რუსეთს და ავტონომიის სახით, მაგრამ მაინც უკრაინა შერჩებოდა ეს მიწები, იმიტომ რომ დასაბრუნებელი ეს ვალი, რაც ჩადო დასავლეთმა, ეს მას არ ეხნება. და ეს ასეც არის ალბათ. სხვა მხრივ უკრაინა თვითონ მთლიანად ამ საკითხებში არის განადგურებული. და ის, რასაც უკრაინა დღეს ითხოვს დასავლეთი ამას არასდროს არ მისცემს. ამერიკა რომ დაამთავროს ეს ომი, რომ დაამთავროს, ხო, დამთავრდება ეს ომი და ის შემოსავალი, რაც მის სამხედრო სამრეწველო კომპლექსს აქვს, არ ეხნება. ამიტომ მას უნდა ჩადოს მაშინ ეს ყველაფერი, იმიტომ საბრძოლო მოქმედებები და ძალიან ძლიერი ზეწოლა, რომელიც ამერიკის საერთოდ სამხედრო სამრეწველო კომპლექსზე და თვითონ თავდაცვაზე და თის იმიჯი არის მიპყრობილი, ეს არის ირანი, ისრაელის მიმართულება, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთი და განსაკუთრებით ჩინეთი, ტაივანის მიმართულება. სადაც თუ ეს ომი დამთავრდა და შემოსავალი არ ეხნება, იქ ამერიკამ სადაც 800 ანუ 1 ტრილიონი დოლარი უნდა ჩადოს იმაში, რომ თავად ჩადოს, რომ საბრძოლო მოქმედებებში იქ მიიღოს მონაწილეობა, უნდა შექმნას ის ალიანსები, რომლებიც ჩინეთს დაუპირისპირდება. და აი აქ ამ ჩაპირისპირებაში თუ მაგალითად არ ეხნება რუსეთთან გადაწყვეტილი ეს საკითხები, რუსეთთან, მაშინ რუსეთის მთლიანად რესურსი, რაც მას გააჩნია, ხო, და რუსეთი თვითდაკმაყოფილებადი ქვეყანაა და თვითდაკმაყოფილებადი ქვეყანა არც ამერიკა არის და არც ჩინეთი. ამიტომ ჩინეთთან ის გადავა და ჩინეთთან რუსეთ-ჩინეთის ალიანსი ძალიან რთული იქნება მისი, ესე იგი, დამარცხება და შექმნა, მაგრამ ტრამპის ამოცანა მთავარი რა არის? მრეწველობა მოწიოსდებით და გახადოს ამერიკა ძლიერი, მთელი მრეწველობის ყველაფერი რაც კი არის, ამაში ყველაფერში ამერიკა უნდა იყოს ძლიერი, სულაც არ არის საჭირო, რომ ამერიკა ყველა ბაზებს ფლობდეს მსოფლიოში და მსოფლიოს მართავდეს თავისი სამხედრო ძალით. ის უნდა მართავდეს იმით, რომ იყოს თავად ძლიერი და მას შეეძლოს ამ ქვეყნების მართვა იმ ეკონომიკით და იმის სიძლიერით, რაც მას გააჩნია. ამიტომ ამერიკა წააგებს მაშინ, როდესაც დაამთავრებს რუსეთთან ომს. ეს კონფლიქტი მანამდე გაგრძელდება, სანამ არ დაჯდებიან ტრამპი და ის რა ქვია პუტინი და არ მოილაპარაკებენ რა სახით იქნება შემცირებული ჩინეთთან რუსეთის, ესე იგი, რესურსების მიწოდება. ეს დიდი ხნის პერსპექტივაა. ჩემი აზრით, ეს არის ძალიან დიდი ხნის პერსპექტივა. ეს არის ის, რისთვისაც იბრძოლებს ტრამპი. და იმ დათმობებზე, რასაც ტრამპი წავა, თანაც როგორ დათმობებზე, იცით? 10 წლის განმავლობაში შეიძლება რუსეთსა და უკრაინას შორის რაღაცა ისეთი სხვათა შორის ახლა გამახსენდა, სულ ახლა ხანს ნატოს ახალმა გენერალ-მდივანმა გააკეთა ფაქტიურად იგივე განცხადება, რომ რაც ახლა მე მარწმუნებს, რომ და თქვენია ესეთი შეფასების მერე, რომ საკმაოდ დიდი ხანია გრძელვადიანი ბრძოლა მოგვიწევს რუსეთი არ აპირებს გასვლას უკრაინის კონფლიქტიდანო და ნუ ახლა თუ რასაც თქვენ ამბობთ ტრამპისაც თუ ეს ტრამპს ხო სხვა შორის უფრო მეტად იოლია არჩევთვის აღმოსავლეთში კონფლიქტის მოგორება ვიდრე რასაც ხედა უკრაინა რუსეთს შორის. მოკლედ ნახოთ, ნუ ყველა ნებისმიერ შემთხვევაში მშვიდობა აუცილებელია განსაკუთრებით საქართველოსთვის და რა თქმა უნდა მთელ მსოფლიოში. არაშნიგზე ქონდა თქვენში. მაგრამ დრო აღარ აქვს, ბატონო გო. ესე იგი მე მინდა ვთქვა და არა, კი ბატონო, მე იმიტომ რომ ამას მესის მოკლედ არ გამოვა და უბრალოდ მე ესე გამოვა რომ ხო TV4-საც შესაბამისად კი ბატონო თავის ინფორმაციო აქვს. მოკლედ დიდი მადლობა ყველას მშვიდობიანი გამომიდა გისურვოთ კიდევ ერთხელ დაგვიანებით, მაგრამ გილოცავთ ბარბარობის ცხინვალე დღესასწაულს და სიკეთეს მშვიდობას ჩვენს ოჯახებს არ მხოლოდ საქართველოში, ჩვენს მოქალაქეებს, არამედ მსოფლიოს რაც ისინი იმყოფებიან, გვიყურებენ და ყველას სიკეთე და მშვიდობა მინდა მოგცეთ ღმერთმა. კარგად გრძანდებოდეთ, ნახვამდის. მადლობა ბატონო. კარგად გრძანდებოდეთ.